გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. მზადება დიდი ფინალისთვის. რა ხდება კვარაცხელიას თავს? ჩაკვეტაძის ვოტფორდში დატოვება. უახლესი ცნობა ქართველი ფეხბურთელის შესახებ. თქვენთან კი მაქვს თხოვნა რომ დამიფასოთ შრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე 90000 გამომწერამდე სულ რაღაც 800 გამომწერი გვიკლია. ამიტომ თუ ახალი ხარ ნუ დაიზარებ არხის გამოწერას. მადლობა ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. რაბედიელი საბა საზონოვს. იტალიური მედიის ინფორმაციით საბა საზონოვი ტორინოში ბრუნდება. ემპოლი, რომელიც სერია B-ში გავარდა, ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული უფლება აქვს. საზონოვის გამოსასყიდი თანხა 3.500.000 ევროა, რაც ამ ეტაპზე ემპოლისთვის ძალიან ბევრია. აქედან გამომდინარე მისი გამოსყიდვა შეუძლებლად მოჩანს. შესაბამისად, საბას ახალი კლუბის მოძიება მოუწევს. გოგლიჩიძე ემპოლის დატოვებს. საბა გოგლიჩიძე სერია B-ში გავარდნილ ემპოლის დატოვებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა იპოლი ჩანელი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი მცველი ზაფხულში კლუბ შეიცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ტოსკანურ კლუბს მიზნად აქვს დასახული მომდევნო სეზონში სერიაში დაბრუნება, დიდი ალბათობით გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს. კერძოდ გამოცემა წერს, რომ ემპოლი ვერ შეინარჩუნებს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც მომავალი სეზონიდან სერიაში თამაში სურთ. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ემპოლი ჩანელის ინფორმაციით, საბა იუვენტუსში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ასევე მას აკვირდება რომა და ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები. შესაბამისად, უახლოეს მომავალში საბას რომელიმე მაღალი დონის კლუბში ვიხილავთ. შეცვალეს თუ არა ზურიკოს თაობაზე პოზიცია სენტ-ეტიენის პარტერი სტრასბურგთან. ზურიკო დავითაშვილის მომავალი ფრანგული პრესის ერთ-ერთი სასაუბრო თემა. როგორც მოგეხსენებათ, სენტ-ეტიენი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა. ქართველ ფეხბურთელს კი მსურველები ყავს. ყველაზე ხშირად კი სტრასბურგს უკავშირებენ. გასულ კვირას კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვანეები დავითაშვილის გაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, მაგრამ როგორც ჩანს ვითარება შეიცვალა. კერძოდ სენტ-ეტიენთან დაახლოებული გამოცემა წერს, რომ შესაძლოა სტრასბურგთან ბარტერი განხორციელდეს. გავრცელებული ინფორმაციით სენტ-ეტიენი სტრასბურგის მეკარით რობენ რისერითაა დაინტერესებული. ამიტომ არსებობს შანსი, რომ მწვანეებმა დავითაშვილი დათმონ. სანაცვლოდ კი მათ რისერი და გარკვეული ოდენობის ფინანსური კომპენსაცია მიიღონ. დავძენ იმასაც, რომ ზურიკოს შესახებ ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ ისაუბრა. რიოლომ კი დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა შეძენაც საფრანგეთის ლიგაურში გავარდნილი სენტ-ეტიენიდან შეიძლება. ეს ჟურნალისტი კი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. სენტ-ეტიენში არის ფეხბურთელი, რომლის შეძენაც შესანიშნავი ტრანსფერი იქნებოდა. ის კვარაცხელიას საუკეთესო მეგობარია. ზურიკო დავითაშვილი კარგი ფეხბურთელია. ფიქრობ მაღალი დონის კლუბში რომ გადავიდეს ყველაფერი გამოუვა. დავითაშვილი ძალიან კარგი მოთამაშეა და ხასიათით გამოირჩევა. მართალია ზურიკო არასტაბილურია, მაგრამ სენტ-ეტიენიდან მაინც წამოვიყვანდი, ამბობს რიოლო. ბრიტანულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ცნობების გათვალისწინებით, ზაფხულში ვოტფორდის ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის უკეთესი ლიგის უკეთეს კლუბში გადასვლა რეალური ჩანდა. კლუბის მფლობელი ჩინო პიცო მომავალი სეზონისთვის სხვა ლიდერებთან ერთად ჩაკვეტაძის შენარჩუნებას სურს. პიცო, რომელიც ვოტფორდთან ერთად უდინეზესაც ფლობს, იტალიური კლუბის გასაყიდად ემზადება, რის შემდეგაც ის მთელ ყურადღებას უკვე ვოტფორდს დაუთმობს. მის გეგმებთან დაკავშირებით კი გამოცემა FLW შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. მართალია უდინეზეს გაყიდვის შემთხვევაში მთელი თანხა ვოტფორდის აფულეში არ გადაინაცვლებს, მაგრამ ეს ჩემპიონშიპის კლუბის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ვოტფორდი აღარ იდგება თავისი საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობის წინაშე, ისეთების როგორებიც არიან იმრან ლუზა, გიორგი ჩაკვეტაძე და კვადობა. ახლა კი, როდესაც პოცო მთელ ყურადღებას ვოტფორდს დაუთმობს, ეს გაცილებით იოლი იქნება. წერია გამოცემაში. კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ ფრანგული მედია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ გუშინ კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მისი ჯანმრთელობა იდეალურ მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის ფინალი თავის ტკივილის გამო გამოტოვა. თუმცა როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია და ხვიჩა შეხვედრა სრულ მზადყოფნაში შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მოახლოებულ ფინალთან დაკავშირებით ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ისაუბრა. სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ დავესწრები, რადგან შეკრება ამ დღეს იწყება, მაგრამ თამაშს აუცილებლად ვუყურებ და ხვიჩას რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ. თუ ხვიჩა მოიგებს ჩვენს გასახდელში ერთადერთი აღარ ვიქნები, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა იქნება მოგებული. ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, მას ლიდერის თვისებები აქვს. ასეთი ფეხბურთელის ყოლა კი გუნდში ძალიან დიდი ფუფუნებაა. რა თქმა უნდა, მინდა რომ მან ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ქართულ ფეხბურთში ხვიჩას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ის ახალგაზრდა თაობის შტაგონების წყარო და ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია, განაცხადა სანიოლმა. შეხვედრის დაწყებასთან ერთად კი წნება უფრო და უფრო იზრდება და ამ მატჩთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მეტი იწერება. ცოტა ხნის წინ კი ავტორიტეტულმა
ფრანგულმა გამოცემა ეკიპმა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა, სადაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი კეთდება. კვარაცხელია დიდი ხანი არ არის, რაც პარი სენ-ჟერმენში თამაშობს, მაგრამ მან დასამახსოვრებელი მომენტები უკვე გვაჩუქა. ტექნიკური მოძრაობების, ბურთის კონტროლისა და ცრუ მოძრაობების გარდა შემონახული გვაქვს ფოტოები, რომლებშიც კვარაცხელია ტრიბუნების წინაშე დგას და წარმატებულ ვარდნას ან დაცვაში კარგად თამაშს აღნიშნავს. კვარაცხელიამ ლუის ენრიკეს მოლოდინები გაამართლა. არსენალთან დაპირისპირებაში მან 25 დაცვითი დუელი მოიგო, რაც სხვა შემტევებზე ბევრად უკეთესი მაჩვენებელია. კვარაცხელიას ყოფილი კოლეგები მას მეომარს უწოდებენ და ხვიჩას თანაგუნდელების გამო მსხვერპლის გაღების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. როდესაც გუნდში ყავს ფეხბურთელი, რომელიც თამაში ამხელა ძალისხმევას ძებს, სხვა მოთამაშეები უფრო წარმატებით ასპარეზობენ. ამ მხრივ ის უკვე პარიზული კლუბის ლიდერია. კვარაცხელია არის თავდაუზოგავად მშრომელი გარემარბი, რომელიც ეგოს გარეშე ვარსკვლავად იქცა. ის პარიზული პროექტის სიმბოლოა, წერს ფრანგული გამოცემა. ხოლო ის რომ ხვიჩა გუნდს კარგად მოერგო, ამ ყველაფერს დემბელეც ადასტურებს. კერძოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უსპან დემბელემ კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. კვარაცხელია და ნდუემ სწრაფად მოახერხეს გუნდის თამაშთან და მწვრთნელის მოთხოვნებთან ადაპტაცია. ერთად თამაში შეტევა და დაცვა ძალიან მოგწონს. მართლაც გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს. გუნდში კი კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯონ, განაცხადა დემბელე. 31 მაისს კი ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება და იმედი დავიტოვოთ, რომ ხვიჩა თავისი ოცნების ასრულებას შეძლებს. მაქამდე კი მინდა რომ კიდევ ერთ საინტერესო თემა შევეხო. როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლიმ სკუდეტო იზეიმა. გამარჯვების შემდეგ კი კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ისაუბრა, რომელიც ცირიბად კვარაცხელიასაც შეეხო. ანტონიო კონტე შეკებას იმსახურებს, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ისეთი ვარსკვლავის გარეშე დარჩა როგორიც კვარაცხელია, თუმცა მან იპოვა გამოსავალი და ტრამვების ფონზე 4-5 სხვადასხვა სათამაშო სქემა დანერგა, განაცხადა დე ლაურენტისმა. დე ლაურენტისი კი ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, გადასცემს თუ არა ხვიჩას თავის კუთვნილ სკუდეტოს ჯილდოს. რონალდუ რეალის წინააღმდეგ, რაბედიელის კრიშტიანოს. კატალონიის ბარსელონა პირველ ტრანსფერთან ახლოსა. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ ბარსას შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს. ერთ-ერთ კანდიდატად კი მარკუს რაშფორდი განიხილებოდა. ხოლო დიარიო სპორტის ინფორმაციით, ბარსას სპორტული დირექტორი დეკუ ინგლისელი შემტევის აგენტ შეხვდა და ტრანსფერზე ისაუბრეს. წყაროცნობით მხარეებს შორის დადებითი საუბარი შედგა და ზაფხულში ბარსას პრიორიტეტი სწორედ მარკუსი იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარკუსის გადაბირების მთავარი ინიციატორი ჰანსი ფლიკია, რომელსაც ინგლისელი ძალიან მოსწონს. შეგახსენებთ, რომ ბარსას ლუის დიასის დაუკავშირეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კოლუმბიელი ფეხბურთელის ყიდვა გაცილებით რთული აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე კი ბარსა რაშფორდზეა კონცენტრირებული. ბევრისთვის მოულოდნელად კრიშტიანო რონალდუ მალ-ნასრი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მას ისეთ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კი უახლოეს ინფორმაციას ფუტმერკატო აბრძელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შესაძლო ალ-ჰილალში გადავიდეს. ამიტომ თუ ტრანსფერი განხორციელდება, ვეტერანი თავდამსხმელი სადებიუტო შეხვედრას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს. ასევე საფეხბურთო სამყაროში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა რონალდუ მშობლიურ სპორტინგში დაბრუნდეს. ეს ფაქტი კი ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნება, რადგან მომავალი სეზონიდან ლისაბონურ კლუბში გიორგი ხოჩორაშვილი ითამაშებს. ამიტომ ნახოთ თუ რა არჩევანს გააკეთებს რონალდუ. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.